გამარჯობა, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გრძელდება მოქალაქეების გაჩერება პირბადების ტარებისთვის. ოქმების შედგენა, სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქე. ახლა გაჩერებული ყავთ აქციის მონაწილე, რომელსაც უკვე 3 ოქმი აქვს შედგენილი პირბადის ტარების გამო. ახლა ისევ გააჩერეს, როგორც ხედავთ ხელში კვლავ პირბადა უჭირავს და პოლიციელები სავარაუდოდ ისევ ოქმის შესადგენად ემზადებიან. სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქე, ილია ბურტული, რომელიც გაჩხრიკეს თავდაპირველად ზუსტი მიზეზი თუ რის გამო დააკავეს პოლიციას არ განუმარტავს. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს აქციებთან დაკავშირებული, ან გზის გადაკეტვის გამო, ან სახის დაფარვის გამო. მოგეხსენებათ ქართული ოცნების მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც გზის გადაკეტვის ან სახის დაფარვის შემთხვევაში აქცია მანიფესტაციაზე ყოფნის დროს ითვალისწინებს 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სავარაუდოდ სწორედ ამ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს უნდა ეხებოდეს მოქალაქეების გაჩერება, დაკავება, ოქმების შედგენა. მეც კითხავთ ნეტგაზეთიდან ვართ ლაივში. სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს ერთი ადამიანი და თუ შეგიძლიათ რომ გაგვიმარტოთ, პოლიციას ხომ არ აუხსნია რის საფუძველზე დააკავეს ეს ადამიანი, შეუდგინეს თუ არა ოქმი და რა მოხდა სულ ცოტა ხნის წინ თავისუფლების მეტროს მიმდებარედ. ზოგად ჩარჩოსთან თავი დავანებოთ, ფათაშორის მოგაუხსენიათ პარასკევის შემთხვევაში, კოლეგა დააკავეს, ბასტინ დაუჯიშვილია საუბარი, იქაც ის რაღაცა ის გამო დააკავეს, რაღაც დაწავება იყო და თავისუფლების შემდგომ, რა პროცედურა გაატარეს ის არავინ არ იცის და გამოუშვეს ის თვითონ არც არ არის, აქაც ეს შემთხვევა არის აუგებარი არის ადამიანს, რის გამო აკავებენ რა პროცედურას გადის პოლიცია და არის პასუხისმგებელი ფონა არის შეიძლება პრეზიდენტის მიმართება და მასთან პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არავითარ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. იგივე გააკეთეს პარასკევის პასუხისმგებელი და ახლა იგივე საკითხები. რასაც მოყვებით, რაც ახლა მიშადების თანამდებობა არ ვიცი, ამას სამართლებრივ შეფასებას არ შეიძლება და შეხედოს
მაყურებელმა და ცხადი არის რომ ვერამდენი გზია ერთად ემოვეს აკეთებს პოლიცია გეგმება მეტი საქმე არ ქონია თამარ ჩვენ როგორც ვიცით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით აი განმეორების შემთხვევაში ამ ეგრეთ წოდებულ კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში რაც არის თუნდაც სახის დაფარვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს თუმცა იგივე ამ მოქალაქის შემთხვევაში მესამე და მინიმუმ მესამე და მეოთხედ უდგენენ ოქროს განმეორებით ფაქტობრივად სახის დაფარვის ბრალდებით და როგორ ფიქრობთ რატომ არ დგება ან რატომ არ უყენებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თუ ანუ აი რასთან გვაქვს ახლა საქმე ანუ იმ აბსურდულ კანონებში რომელიც აქ მიიღო ამ ადამიანმა ნახა ასე ვთქვათ შესაძლებლობა ხელი რომ ამ კანონების აბსურდობას თქვენ გასწავლოთ კი გაუჩნდათ ანუ აქ რასაც აკეთებენ იმ დიფიციებას ამადნენ მთელი მომენტი მაშინ არის რომ კანონში დაწერილი რომ სახელდადებული უნდა იყოს და სახელდადებულმა უნდა გაიმეოროს ეს კანონი საერთოდ ვერ ადებენ ერთი მარტივ მიზეზის გამო იმიტომ რომ არასდროს უსწრებულებაა შეკრება მანიფესტაციის წესი აი ეს რაღაც უაზრო წესი იყო დაგორა ადამიანის სისტემას დასცილის ანუ ესეთი სისტემას დასცილის სისტემა ვერაფერს ვერ შეუძლია აი ეს მაგალითად გააკეთა გიორგი თავართულაძემ სისტემას დასცილის დასინან ხელაი ამ რაღაც აბსურდს და გააკეთა სასამართლომ ვერაფერს ვერ გააკეთა იმდენად არ უნდა ადამიანის დაჭერა ფაქტობრივად სასამართლოც ვერაფერს ვერ გააკეთა ეს სისტემას დაანახა ან ადამიანს დაანახა სისტემის სიმაგრე აი ამ ფორმიდან რაც გიორგი თავართულაძემ გააკეთა უბრალოდ უზურები არიან ეს ხალხი უბრალოდ როგორც ჩასულ ადამიანის სისტემაში მაგრამ ამ ადამიანის მოტივაცია უჩნდება რომ შეეწინააღმდეგონ აი ამ უაზრო წესებს უჩნდება მოტივაცია რომ თუნდაც თუ ჩასვეს იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ უფრო მეტი გააკეთონ ანუ ის შეშინება უბრალოდ არ მომშალებს და მაგიტომ პრინციპში ვერ წინიცავს აი გასკებია უღმეს მადლობა ნაფონდის ვაუ, რამდენიმე ეკიპაჟი არის პოლიციის შეკრებილი თავისუფლების მეტროს მიმდებარედ. პოლიცია არის ასევე პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ლოკაციებზე, სადაც აჩერებენ ადამიანებს, რომელიც შესაძლოა იყვნენ შეკრება მანიფესტაციის მონაწილეები და რომლებიც სავარაუდოდ მათი ბრალდებით იფარავდნენ სახეს. საერთოდ ახლა ამ პირბადის გაკეთების გამო გაჩერებულ მოქალაქესაც უკვე მეოთხედ შეუდგენენ ოქროს. როგორც ადვოკატისგან მოვისმინეთ, თავად სისტემა და სისტემის მიერ მიღებული კანონმდებლობაში იპოვეს აქციის მონაწილეებმა ან უბრალოდ მოქალაქეებმა რაღაცა ხვრელი და სწორედ ამ გზით ცდილობენ ისინი დაანახონ ფართო საზოგადოებას თუ რაში მდგომარეობს ამ კანონის პრობლემა და ასე შემდეგ. Sapete che il padre ma თექვსმეტი ოქტომბრის შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, თითქმის ყოველ დღე, პრინციპში 17 ოქტომბრიდან, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი არის განაწილებული რუსთაველის გამზირის მიმდებარედ სხვადასხვა ლოკაციებზე. იდენტიფიცირებისთვის ამოწმებდნენ აქციიდან სავარაუდოდ მომავალ პირებს, მათ ვისაც სახე აქვს დაფარული შარფით, ფუდით, სამედიცინო პირბადით და სხვადასხვა საშუალებებით და ხშირად ათეულობით შემთხვევა არის, როდესაც სამედიცინო პირბადე გახდა ამ ადამიანებისთვის ოქროს შედგენის საფუძველი და მომავალში სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი მიეცათ გზის გადაკეტვის ან სახის დაფარვის გამო.
ბოლო რამდენიმე დღეში დააკავეს დაახლოებით 80 ადამიანი გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის ბრალდებით, რომელთაც სხვადასხვა სასჯელი შეუფარდეს, ნაწილი გამოუშვეს სიტყვერი გაფრთხილებით, ნაწილი ჩასვეს 14, 5, 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს მათ. ასევე რამდენიმე დღის წინ იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოიარა ორმა გოგომ, რომელთაგან ერთ-ერთსაც ჰქონდა სახის პირბადით დაფარული. როგორც აღმოჩნდა, ეს გოგონები, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ გააჩერა იდენტიფიცირების მიზნით, როგორც ისინი ამბობდნენ, საერთოდ არ ყოფილან აქციის მონაწილეები, ისინი მოდიოდნენ ერთ-ერთი არტისტის კონცერტიდან, სამედიცინო მიზნით ხმარობდნენ პირბადას და საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ამ აქციასთან, თუმცა როგორც უკვე გითხარით, რუსთაველის გამზირდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ამ იდენტიფიცირების დადგენის და შემოწმების ნაწილი პოლიციის მხრიდან. ასევე გუშინ გაიმართა საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით. 1 წლის თავზე ზუსტად საპარლამენტო არჩევნებიდან მოქალაქეები ისე ვითხოვენ არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას და ყველა იმ პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას, რომლებიც აი ამ 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით არიან ახლა პატიმრობაში. ისწორ გამოვიდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის აქტივისტები, სიმისის პატიმრობის ოჯახის წევრები იყვნენ ადგილზე შეკრებილნი. კვლავ გააგონეს ერთმანეთს, საზოგადოებას და მართლ პარტიას თავიანთი მოთხოვნები შეახსენეს თუ ისთვის იკრიბებიან ყოველ დღე რუსთაველის გამზირზე და არა მარტო ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. გაახსენეს ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვს მმართველი პარტიის მიმართ და მოუწოდეს ერთმანეთს გამძლეობისკენ, ბრძოლის უნარიანობის შენარჩუნებისკენ.
ჩემთვის არსებული ინფორმაციით იმ პირთან ერთად, რომელიც ცოტა ხნის წინ სწორედ თავისუფლების მეტროს მიმდებარედ დააკავეს, კიდე დაკავებულია დაახლოებით 2 ადამიანი, რომელიც რუსთაველის გამზირის სხვადასხვა ლოკაციიდან აიყვანა პოლიციამ. ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, თუ რის გამო არიან ეს ადამიანები სავარაუდოდ დაკავებული, თუმცა სავარაუდოდ განგვიმარტავს შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პირების დაკავების მიზეზს. როგორც უკვე გითხარით, პირი, რომელიც ახლა კადრში ჩანს, არაერთხელ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველ დღე არის გაჩერებული პოლიციის მხრიდან იდენტიფიცირების მიზნით, ვინაიდან ის ყოველ დღე რამდენიმე სამედიცინო სახის ნიღბით გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე. უკვე 3 ოქრომი აქვს შედგენილი. ახლა ხედავთ, როგორ უკავენ ამ პირბადებსაც. სამედიცინო პირბადე აქვს დალუქული ახლა პოლიციას და სავარაუდოდ უდგენენ ოქროს ამ მოქალაქეს. წინა შემთხვევაზე, როდესაც ეს მოქალაქე გააჩერა, მანამდე პოლიციამ თან ჰქონდა 8 პირბადე, როგორც გვითხრა, პოლიციამ მხოლოდ 1 პირბადე დალუქა ამ 8 პირბადიდან, დანარჩენი 7 მას სახლში გაატანეს. მას შემდეგ კვლავ ყოველ დღე ეს პიროვნება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ხედავთ ხელს ართმევს პოლიციელებს. შევეცდები ახლა რომ ჩავწერო ეს ადამიანი და გამარჯობა. net გაზეთიდან ვართ ლაივში. მინიმუმ 4ჯერ უკვე შეგეგინეს ოქმი სამედიცინო პირბადის ტარებისთვის. თქვენ ყოველ დღე მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე დადიხართ რამდენიმე სამედიცინო პირბადით და ყოველ ჯერზე პოლიცია იდენტიფიცირების მიზნით გაჩერებთ და გიდგენთ ოქმს, რა არის ეს თქვენი რას მივაწეროთ ეს თქვენი მოქმედება და თქვენი პასუხი რა არის იმ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ერთი ადამიანი უსაფრთხოა, ერთი კარგია, ერთი კარგია, მეორეს და მეორე კარგია, ოფიციალურად რაღაცა. და ეს პიჩი არის საფრთხე. წინა ოქმებზე ყოფილა რეაგირება და ეხლა იმიტომ წინაზეც თქვით რომ გითხრას პოლიციამ რომ ხვალ მოგიხმაროთ ხო და აი კომენტარს აკეთებს.
მაგრამ მას ვერ გაიგებთ. ალგი თუ გეკეთებთ. ხო, ადრი დაკნებათ, მას ვერ გაიგებთ. ელოდები დაკავებას. ჯამში რამდენი პირბადე აქვს დალუქული და რა პრინციპით? და რამდენჯერ რას უკეთებენ, რა ექსპერტიზას უტარებენ თუ აიისთვის წინა გაჩერებისას, როგორც ვიცი, რამდენიმე პირბადეს ატარებდით თან, ერთი დალუქა პოლიციამ, ხოლო დანარჩენი 7 თან გაგატანათ, როგორ ადგენენ, რომელი პირბადე იყო მათი თქმით? თქვენ ესე თვითონ რამდენად სერიოზულად აღიქვამს პოლიცია ამ არ ვიცი, ღონისძიებას? მე რაღაცებზე მივხვდი რა, დათმობილი გავიდა და რამდენიმე შევაკეთე, რომ აი რომ შეჩერდა უღმეს მადლობა და წარმატებას გისურვებთ. რუსალის გამზირზე თავისუფლების მეტროს მიმდებარედ ყველა ურჩება ათეულობით პოლიცია და ელოდება სავარაუდოდ ადამიანებს, რომლებიც აქცია დემონსტრაციიდან მეტროს მიმართულებით წამოვლენ. მედროებით დაგემშვიდობებით, თქვენ უყურებთ ნეტგაზეთის ლაივს, მადლობა და ნახვამდის.